ქალისთვის, ასევე ნებისმიერი ტიპის ქალისთვის და როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დექვარი. დექვარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. შოთა დილამ შვიდობის, ხო ხედავ გაგიშვი ჩემ კაბინეტში, იმიტომ რომ ახლოს გვინდა რომ გყავდე. დილამ შვიდობის ბაჩო ხატია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და როგორც დაანონსეთ, დღეს ვისაუბრებთ ასე თქვათ საკვებ პროდუქტებზე და ესა თუ ის საკვებ პროდუქტი რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ორგანოზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზმი მთლიანად, რადგან ჩვენ გარე ენერგიაზე ვართ დამყარებული, ასე ვთქვათ, უნდა მივიღოთ გარედან ენერგია, რათა ჩვენი ორგანოები სწორად და გამართულად მუშაობდეს. შესაბამისად, არის რაღაც პროდუქტები, რომლებიც გარკვეულწილად დადებითად მოქმედებს რომელიღაცა ორგანოზე, რა თქმა უნდა, ხა ესე პირდაპირ ერთი საკვე პროდუქტი არ კურნავს არაფერს, ასე ვთქვათ, მაგრამ არის რაღაცეები, რომელიც დადებითად მოქმედებს. და დღეს ხა სლაიდების სახით მოგიმზადეთ, რომ უფრო თვალნათელი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, რა პროდუქტი როგორ ახდენს გავლენას და რომ დავიწყოთ პირველი გულით, ასე ვთქვათ. აქ არის ახლა მოცემული შვრია, პირველი, შვრიაში არის ბეტა-გლუკოგენი, რომელიც ხელს უწყობს ცუდი და კარგი ქოლესტერინის ბალანსის რეგულაციას, რადგან ის უკავშირდება ცუდ ქოლესტერინს, როცა შემოდის ჩვენს ორგანიზმში, ანუ LDL ქოლესტერინს, აი როგორც არის მითითებული სლაიდზე, და ეს LDL ქოლესტერინის დონის შემცირებაზე მოქმედებს. ამიტომ ის გავრცელებული აზრი, რომ თითქოს შვრია კალციუმის დონეზე ახდენს ზეგავლენას, რა თქმა უნდა, მცირედით შეიძლება ის ახდენდეს, მაგრამ გულსაოთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. შემდეგი ეს არის ცხიმიანი თევზი. ეს ყველამ კარგად ვიცით. ცხიმიან თევზში შედის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები, როგორიც არის EPA და DHA. და ეს EPA და DHA მოქმედებს ტრიგლიცერიდების დონის რეგულაციაზე. ტრიგლიცერიდები შესაბამისად გულსაოთა სისტემაზე დადებითად მოქმედებენ, რადგან აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ქოლესტერინის დონის რეგულაციას გააუმჯობესებენ ორგანიზმში და შესაბამისად ცხიმიანი თევზი, ეხლა ცხიმიან ხორცზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ცხიმიანი თევზი დადებითად მოქმედებს ჩვენ გულსაოთა სისტემაზე. შემდეგი ეს არის კაკალი და თხილეული, სადაც შედის უჯერი ცხიმოვანი მჟავეები და ასევე მასში არის მაგნიუმი და როგორც მოგეხსენებათ, მაგნიუმს რამდენიმე ეფექტი აქვს ჩვენს ორგანიზმზე, როგორც გულსაოთა სისტემაზე მოქმედებს დადებითად, ასევე ის დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზეც ამავდროულად და ეს უჯერი ცხიმებიც ასევე დადებითად მოქმედებს. აი ეს კენკრა, რომელიც არის შეუცვლელი პროდუქტი შეიძლება ითქვას, სადაც არის ანთოციანიდები, რომელიც ისეთი სპეციალური პიგმენტური ნივთიერებები არიან, რომელიც ჩვენს ორგანიზმს აძლევენ ანტიოქსიდანტურ, ანუ ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებას. ეხლა სიტყვა ანთება ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ რაში გვჭირდება? როგორც მოგეხსენებათ, ქოლესტერინის მაღალი დონე და ათეროსკლეროზული ცვლილებები იწვევენ ენდოთელიუმზე, ანუ გულსაოთა სისტემის ამომფენ შრეზე, პატარა ანთების ცვლილებებს და ის ზუსტად მასზე დადებითად ახდენენ ისინი მოქმედებას. შოთა კენკრაში თუთაც შედის? მცირე რაოდენობით კი. ავოკადო ძალიან კარგი პროდუქტია, რადგან მასში არის მონოუჯერი ცხიმები და ბოლო პერიოდში ბევრი არის საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ ის დადებით გავლენას ახდენს გულსაოთა სისტემაზე, მასში არსებული ომეგა-3-ის შემცველობის კონცენტრაციით გამომდინარე. ზეთის ხილის ზედზე ხა ბევრს არ ვისაუბრებ, ეს ძალიან გავრცელებულია და ყველა მიცის ჩვენ მოსახლეობამ რამდენად დადებითია და ის ცნობილი დიეტა, საერთაშორისო აღიარებული ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ჯანსაღ კვებად ითვლება დღეისათვის, მასში აუცილებლად მოიაზრება ზეთისხილის ზეთი. და შავი შოკოლადი არ არის შოკოლადი მავნე პროდუქტი, როგორც არის გავრცელებული, მაგრამ აქ პროცენტობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 70%-ზე ზევით უნდა იყოს მაჩვენებელი, გემოთი ცოტა მწარეა ჩვეულებრივ შოკოლადიდან განსხვავებით, რადგან მასში შედის ფლავონოიდები, რომლებიც სიზარღვების ფუნქციას უწყობენ ხელს. რა თქმა უნდა, აქ ეხა მე არ მაქვს სპეციალურად მოტანილი ხორც პროდუქტები, რომელზეც მე ცალკე ვისაუბრებ, ცალკე გადაცემაზე, იმიტომ რომ მთელი, ასე ვთქვათ, დიდი შემცველობა ხორც პროდუქტებთან დაკავშირებით, დღეს უფრო ვეცდები უფრო ბოსტნეული და ჯანსაღ პროდუქტ სეზონურად, რაც არის მისაღები. შოთა, შავ შოკოლადზე ჩაგეკითხები, მაშინ დღის განმავლობაში ნორმა რა არის, რა? 25-50 გრამი დაახლოებით დღის განმავლობაში, თუ არ გვაქვს რაღაცა სხვა უყუჩვენებები
მასთან დაკავშირებით. აი, შემდეგ ორგანოზე რო გადავიდეთ, უკვე ეს არის ტვინი. ტვინი არის მთავარი, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმართველი ძალა ჩვენი ორგანიზმის და როგორც მოგეხსენებათ, აქაც ცხიმიანი თევზი მაღალ დონეზე დგას, იმიტომ რომ ტვინს ჭირდება კვება. ასევე არის შოკოლადი, რადგან შოკოლადი არის სისხლის ნაკადზე მოქმედი ნივთიერება ტვინთან მიმართებაში. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ქოლინი. ქოლინი კვერცხში არის დიდი რაოდენობით და ქოლინი ეს არის აცეტილქოლინი, ასე ვთქვათ, წარმოქმნაზე მოქმედი. აცეტილქოლინი ეს ნეირომედიატორია, რომელიც ინფორმაციის გადაცემაზეა ტვინთან დაკავშირებით აუცილებელია. და კვერცხის გულია ნაჩვენებდა. კი, მასში შედის ქოლინი, კი, დიდი რაოდენობით. ფოთლოვანი მწვანე პროდუქტები, სადაც არის ფოლიუმი. ფოლიუმი სხვათა შორის ძალიან ისეთი ვიტამინია, რომელიც B9 ვიტამინია, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს უჯრედების გამრავლებაში. რატომღაც მხოლოდ ორსულობას რო გეგმავს ისეთ ქალბატონებთან ამოწმებენ ხოლმე ფოლიუმის ანალიზი, ეს არაა სწორი. ფოლიუმი ყველასთან უნდა შემოწმოს, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, ვისაც აქვს ცოტა სისუსტე, უენერგიობა, მოდუნება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ფოლიუმის დეფიციტი მაინდა-მაინც ანემიამდე სანამ მივა, იქამდე ბევრ სხვა ცვლილებებს ვიწვევს ორგანიზმში. ფოლიუმის დეფიციტი მერე უკვე ანემიას იწვევს. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეს ანალიზით კეთდება მისი? კი, ჩვეულებრივი ანალიზია და ჰომოცისტეინით შეიძლება გაკეთდეს, რომელიც ასე ვთქვათ, მეორადი პროდუქტია მისი დაშლის. K ვიტამინი, რომელიც მწვანე ფოთლოვან პროდუქტებში შედის და ლუტეინი, რომელიც კოგნიტიურ ფუნქციებზე დადებითად მოქმედებს ჩვენი ტვინის. გოგრის თესლი ძალიან კაი პროდუქტი არის, სხვათა შორის ძალიან მდიდარია მიკრო-მაკრო ელემენტებით, განსაკუთრებით მაგნიუმი, თუთია, რკინა, რაც ნერვულ სისტემაზე პირდაპირ მოქმედებს. წერეთლის მწვანე. დიახ. და მასში შემავალი რკინის კონცენტრაცია ტვინზე პირდაპირ დადებით ზემოქმედებას ახდენს. ნუ ავოკადო თავისი მონოუჯერი ცხიმებიდან გამომდინარე და ანთოციანიდები ეხმარება ოქსიდაციური სტრესის დაძლევაში ჩვენს ტვინს. ამიტომ მოცვი ძალიან კარგი პროდუქტია და საქართველოში უკვე აქტიურად არის მოცვის კულტურა ჩამოყალიბდა და მისი მოყვანის, ასე ვთქვათ, და შესაბამისად დადებითად ახდენს გავლენას. შეთა გოგრის თესლს კითხავ, თუ არის კალორიული? ძალიან მცირე კალორია, დიეტაში შეიძლება რა შესაძლებელია გამოყენებული იყოს და ასევე მას კუჭნაწლავის ტრაქტზე აქვს დადებითი ზემოქმედება, პერისტალტიკას აუმჯობესებს და ასევე რადგან მასში შედის თუთია და მაგნიუმი ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. შემდეგზე რო გადავიდეთ, უკვე ეს არის ღვიძლი. ღვიძლი არის მთავარი ქარხანა, როგორც მოგეხსენება ჩვენი ორგანიზმის და ის არის წამყვანი ძალა, ასე ვთქვათ, რაც ყველა პროდუქტი, რაც კი რამე შემოდის ორგანიზმში, ღვიძლმა უნდა გადაამუშავოს. შესაბამისად, ღვიძლის სწორი მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო წლებში არის ინფორმაცია, რომ აი ადრე იყო ხოლმე, რომ ღვიძლის პათოლოგიები, ვთქვათ, ფერმენტები იყო მომატებული ასე შემდეგ, ინიშნებოდა სხვადასხვა პრეპარატები. აღმოჩნდა, რომ ამ პრეპარატებს დიდი გავლენა ღვიძლის ფერმენტულ ფუნქციაზე არა, ღვიძლმა თვითონ უნდა აღადგინოს თავისი ფუნქცია და თვითონ ის დაშლილი პროდუქტები თვითონ უნდა მოინელოს მარტივ ენაზე რო ვთქვათ. ამიტომ ღვიძლს აქვს ძალიან დიდი რეზერვი თვით აღდგენის და ასევე დეტოქსის ფუნქციის. ამიტომ მასში დადებითად მოქმედი პროდუქტები, რა თქმა უნდა, ეს არის ზეითუნის ზეთი, სადაც მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები შედის. ეს არის ჭარხალი, ჭარხალი მდიდარი არის ბეტა-ლაინით. ბეტა-ლაინი არის ბუნებრივი პიგმენტი, რომელსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური ზემოქმედება აქვს ორგანიზმზე. ჭარხალში ასევე შედის ბეტა-კაროტინი, რომელიც დაგანვითარებაზეც ახდენს ბავშვებში დადებით ზემოქმედებას და აი ადრე ძველად, ეხლაც იხმარება, მაგრამ რო აკეთებდნენ ხოლმე ჭარხლის და სტაფილოს წვენს ბავშვისთვის. გაზიმებსაც ხო აძლევენ? კი, ეს უკვე აძლევენ გემოგლობინის დონის გასაუმჯობესებლად. ყავა, რომელიც ბოლო კვლევებით არის ადრე ითვლებოდა, რომ ყავა შეიძლება ცუდი პროდუქტი იყო, კენჭებს აგროვებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო წლებში შეიცვალა ცოტა მიდგომა ყავასთან მიმართებაში. პოლიფენოლები შედის მასში, რომელიც ასოცირებულია ფიბროზის ნაკლებ განვითარებასთან. ამიტომ კვლევა არის ესეთი, რომ ადამიანი, რომელიც 1-2 ფინჯან ყავას დღის განმავლობაში თუ მიიღებს, მას ღვიძლის პათოლოგიებისკენ შედარებით ნაკლები რისკი აქვს პათოლოგიების განვითარებას. ავი სახეობა ვთქვათ ხსნადია თუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ სიმართლე გინდათ. შემდეგი არის ისპანახი, სადაც ფოლატი შედის, მაგნიუმი, ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს და ზოგადად დადებით მეტაბოლურ პანელზე მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის. კენკრა აქაც ასევე, მასში არის თავისი ანტიოქსიდაციური მოქმედებით და უკვე აქ დავამატეთ ნიორი. ნიორში არის გოგირდოვანი ნაერთები, რომელიც დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე, მაგრამ ნიორში სხვა ნივთიერებები შედის, რომელიც უკვე იმუნურ სისტემაზე ახდენენ დადებით გავლენას. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთ მედიკამენტი, რომელიც
ანტივირუსული მედიკამენტი არსებობს, მასში შედის ხოლმე ნიორის ექსტრაქტი და ასე შემდეგ. ზამთარში ხო ადამიანები თითქოს ნიორს იღებენ ხოლმე, რომ კი, რომ შეავსონ, დიახ. შემდეგ ეს არის უკვე ფილტვი, შემდეგზე რომ გადავიდეთ, ფილტვი როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორგანოებს შორის ერთ-ერთი ორგანო არის, რომელიც აი შემოსულ ნივთიერებს, რასაც ჩვენ ჩავისუნთქავთ, ძირითადად ალერგენებს უმეტეს შემთხვევაში, პირველი ფილტვში ხვდება. აქედან გამომდინარე, ბევრი ნივთიერება, რაც ფილტვზე დადებით გავლენას ახდენს და აქ ეხლა რადგან შედარებით გამოჩნდა სლაიდზე, ეს არის კურკუმა, რომელიც ბოლო წლებში ცოტა წინა პლანზე წამოვიდა, მას აქვს ანთებიდი პროცესების კონტროლის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერი ფუნქცია, ის აუმჯობესებს ანთებით ბიომარკერებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ასე საკვებ პროდუქტებით მიღებული კურკუმა კუჭნაწლავიდან ცუდად შეიწოვება. ამიტომ შესაძლებელია რამე დანამატი სახითაც მივიღოთ. რა თქმა უნდა, კენკრა თავისი ანტიოქსიდანტური ზემოქმედებით დაემატა უკვე პომიდორი, მასში შედის ლიკოპენი და C ვიტამინი. ლიკოპენი არის ზუსტად ეს მთავარი მამოძრავებელი ძალა პომიდორის ოქსიდაციურ სტრესზე ზემოქმედების. ვაშლი, სადაც არის ფლავონოიდები და ბოჭკო, რომელიც ფილტვების ფუნქციონირებას ეხმარება, ოღონდ აუცილებლად ვაშლი კანიანად უნდა იყოს მირთმეული. პომიდორი? პომიდორით კანიანად, რა თქმა უნდა, თუ კუჭნაწლავზე რამე პრობლემა არ აქვს, რაც ასე ვთქვათ, უშლის ხელს მონელების პროცესს. იდეაში ყველა პროდუქტი თუ სწორადაა მოყვანილი და მასში ნიტრატების მაღალი კონცენტრაცია არა, ჯობია კანიანად მივირთვათ. ხშირად ჩვენ რაღაცა პროდუქტებზე რო გვაქვს ინფორმაცია, რომ მასში ნიტრატი მაღალია, ვეუბნებით, რომ გათალეთ და ასე შემდეგ. აქ უკვე იმას გულისხმობთ, რომ ეს ნიტრატები მოვაცილოთ, თორე იდეაში კანიც აუცილებელი პროდუქტია, მასში ბოჭკო არის დიდი რაოდენობით, რაც მონელების პროცესებზე მოქმედებს. ანუ თუ სიჯანსაღეში ეჭვი არ გვეპარება, ჯობია კანიანად. დიახ. მწვანე ჩაი კატეხინები, ანტიოქსიდანტური მოქმედება და დადებითი ზემოქმედება, ბროკოლი, სადაც არის სულფორაფანი, ეს არის უჯრედის დამცავი ბარიერი, ასე ვთქვათ. ნიორი აქაც გვევლება როგორც ანტიოქსიდანტური ზემოქმედება და კაკალი, სადაც უკვე ომეგა-3-ზე ვისაუბრეთ, პოლიფენოლზე, რომელიც დადებითად მოქმედებს უკვე ფილთან დაკავშირებით. თირკმელზე რო გადავიდეთ, ეხა თირკმელი როგორც მოგეხსენებათ, ეს არის მთავარი გზა, რომელიც გამოიტანს ჩვენი ორგანიზმიდან უკვე რაღაც გარკვეულ მონელებულ ნივთიერებებს შარდის საშუალებით. და მას ჭირდება რაღაცა ასე ვთქვათ, გარკვეული პროდუქტები, რომელიც მას ფილტრაციას გაუუმჯობესებს. პირველი ეს არის მარილის ამოღება აუცილებლად თირკმლისთვის და წყლით დატვირთვა. მაგრამ არის რაღაც პროდუქტები, რაც დადებითად მოქმედებს. ვთქვათ, როგორც არის ოხრახუში და ზოგადად მწვანილი. ეს არის მწვანე მარილის, ასე ვთქვათ, ესე მოიხსენება ლიტერატურაში, რაც საკვებ პროდუქტს აძლევს გემოს, ასევე ოხრახურს აქვს მცირედად შარდენი ეფექტი და მასში არის სხვადასხვა მიკრო-მაკრო ელემენტები. შტოში ყველაზე მეტად ცნობილი არის, შტოში ცალკე დამოუკიდებლად მედიკამენტებიც კი არსებობს, შტოში აქვს ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედება ინფექციებთან მიმართებაში და ზოგჯერ თუ არის ცისტიტები, თქვათ, არის ცნობილი მედიკამენტების მოსახლეობაში გავრცელებული, ცისტიტების დროს დასანიშნი, სადაც მთავარი პროდუქტი არის შტოში. შტოში რასაკეთებს? ახატია ზევიდან, კი. შტოში რასაკეთებს? ანუ თირკმლის ქსოვილზე არ აძლევს საშუალებას ბაქტერიას, ვირუსს რომ მიმაგრდეს და ჩამორეცხავს მარტივ ენაზე, რომ თქვათ, ამიტომ ძალიან დადებითი ზემოქმედება. კომბოსტუს, სადაც არის ფიტონუტრიენტები მაღალი შემცველობით, მეგობარ პროდუქტად ითვლება თირკმლისთვის, შეიძლება კუჭნაწლავზე შებერიულობას გვაძლევდეს, მაგრამ თირკმელზე დადებითი მოქმედება. ეხლა ზოგადი მოქმედებიდან მოცვი აქაც მოიხსენიება და ბულგარული წიწაკა, სადაც C ვიტამინი არის მაღალი შემცველობით და ყვავილოვანი კომბოსტო, რაც შორობ კომბოსტოსთან მიმართებაში დადებითად მოქმედებს ციკლის ფუნქციაზე. და თუ ზეითუნის ზეთი ზოგადი მეტაბოლური მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდეგი არის უკვე ძვალი, რომელზეც ვისაუბრეთ აქ პირველ პროდუქტად დავსვით უკვე რძის პროდუქტები, როგორც მოგეხსენებათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რძის პროდუქტებში ცხიმიანობა იყოს შესაბამისი, აი თუ ჩვენ ახლა წონის კლება თუ გვინდა და დაბალ პროცენტიანს ვიღებთ, შესაბამისად მასში შემცველობაც დაბალი არის კალციუმის, D ვიტამინის და ასე შემდეგ. ასევე არის ძალიან ცხიმიანი სარდინი მოვიტანეთ სპეციალურად, სადაც კალციუმის, D ვიტამინის შემცველობა და ომეგა-3 მაღალია. ტოფუ, რომელიც კალციუმით გამდიდრებული
მცენარეული ცილა ძვლისთვის ძალიან დადებითად მოქმედებს. ფოთლოვან მწვანეში იგულისხმება უფრო სალათის ფურცლები და ასეთი მწვანილები, რომელიც დადებითად, კვერცხი რა თქმა უნდა, სადაც D ვიტამინის შემცველობაა. აქ უკვე დავამატეთ ნუში, რადგან მაგნიუმი, კალციუმი ძვალზე დადებით ზემოქმედებას ახდენს და ბროკოლი, სადაც K ვიტამინია საკმაოდ მაღალი რაოდენობით და კალციუმის მინერალიზაციაზე მოქმედებს. ძალიან გავრცელებული აზრია სხვათა შორის ბოლო პერიოდში, რომ გინდა თუ არა D ვიტამინი კასთან უნდა მივიღოთ. ესე არ არის. ყველა პაციენტში ერთი საერთოდ არ შეიძლება დანიშნა, თუ არის გულსარცენ პათოლოგიები, K1, K2 ერთმანეთში შეიძლება გადასვლას ახდენს და შეიძლება იქ რაღაცა ცვალებადობა გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებლად პაციენტმა თვითნებურად D ვიტამინი კასთან ერთად არ უნდა მიიღოს, ექიმს უნდა დაეკითხოს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება თუ არა მიღება. ის აზრი რომ გინდა თუ არა რომ კალციუმი სიძარღვებში ლაგდება, ესე არ არის. კალციუმს თუ ჩვენ არ გადავაჭარბებთ, ის არსად არ ჩალაგდება, ორგანიზმის მეტაბოლიზმს თვითონ დაალაგებს. და სეზამის თესლი ნუშთან ერთად, რომელიც კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს და შესაბამისად დადებით ზემოქმედებას ახდენს. ეს პროდუქტი რაც უფრო მაღალია პროცენტულობა, მით უფრო უფრო უკეთესია ძვლისთვის, რა თქმა უნდა. ეს არის შემდეგი კუნთი. კუნთზე ძირითადად ცილოვანი პროდუქტები მოქმედებენ. ჩვენ გვაქვს ორი წარმოშობის ცილოვანი პროდუქტები, ეს არის ცხოველური წარმოშობის ცილოვანი პროდუქტები და მცენარეული, მაგრამ რა თქმა უნდა, უპირატესობა კუნთთან მიმართებაში ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ენიჭება. კვერცხი, ცხიმიანი თევზი, იოგურტი, ჩვეულებრივი ხორცი, ესეთ შემთხვევაში პარკოსნები, თუ თქვათ ადამიანი ვეგეტარიანელია და არ მიირთმევს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, გვაქვს ალტერნატივა, ეს არის ყველანაირი პარკოსნები, თქვათ ლობიო, ბარდა და ასე შემდეგ, რაც დადებით ზეგავლას ოსპიც, კი ბატონო. და აქეთ არის უკვე თხილეული, ბანანი, ისპანახი, შვრია, სადაც უკვე მასში შემავალი რთული ნახშირწყლები, მაგნიუმი, ფოლიუმი განსაკუთრებით, კალიუმი ეხმარება უკვე ჩვენს კუნთურ სისტემას ფუნქციონირებაში და ენერგიისთვის. ამიტომ ხშირად არის ხოლმე შეიძლება ჩვენ ცილოვანი პროდუქტი მივიღოთ, მაგრამ თუ ბოსტნეული არ იქნება შესაბამისი რაოდენობით მიღებული, იქიდან ცილას კი ვიღებთ, მაგრამ ნახშირწყლოვანი პროდუქტი არ იქნება, ანუ ენერგია არ იქნება კუდს. შეიძლება ცილა და აგებულება დაალაგოს, მაგრამ ენერგია არ იქნება შესაბამისად როგორც საჭიროა. შემდეგზე რომ გადავიდეთ, ეს არის უკვე თვალი. თვალი ეს არის პირველ რიგში სტაფილო, სადაც ბეტა-კაროტინი შედის და A ვიტამინი, როგორც მოგეხსენებათ, ლუტეინი, რომელიც ისპანახშია, რაც დადებითად ზემოქმედებს, ციტრუსები, სადაც C ვიტამინი შედის, ასევე კალე, რომელიც ლუტეინით არის ძალიან მდიდარი და თვალზე დადებით ზემოქმედებას ახდენს, ომეგა-3, რა თქმა უნდა, თვალზე ზემოქმედებს დადებითად, კვერცხი, მოცვი, გოგრა, თავისი შემადგენელი კომპონენტებიდან გამომდინარე დადებით გავლენას ახდენს თვალთან მიმართებაში, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მაინც სადაც ბეტა-კაროტინი, A ვიტამინი, ლუტეინი, ზიაქსანტინი კარგი კონცენტრაციით შედის, რაც მაკულის მხარდაჭერა თვალის სტრუქტურის ფუნქციურ გაუმჯობესებას ეხმარება და ეხმარება ასევე ბადურას ნორმალური ფუნქციონირებისათვის და თვალის ქსოვილის აღდგენაში გვაძლევს დადებით ეფექტებს. შემდეგზე რომ გადავიდეთ, ეს არის ფარისებრი ჯირკვალი, ეს ახლა ყველასთვის ცნობილი ჯირკვალია, მთავარი ერთ-ერთი ენდოკრინული ჯირკვალი, რომელზეც პასუხისმგებელი არის იოდი და სელენი ომეგა-3-თან ერთად. ამიტომ ყველაზე დიდი რაოდენობით ეს არის ზღვის პროდუქტებში, ზღვის მცენარეებში. ადრე იყო თქვა ზოგიერთი მედიკამენტი გავრცელებული, რომელიც ზღვის პროდუქტებისგან იყო დამზადებული და ფარისებზე დადებით გავლენას ახდენდა. იოდიზირებული მარილი და იოდიზირებულ მარილზე უნდა თქვა ორი სიტყვით აუცილებლად, რომ ტემპერატურული მაჩვენებელი უნდა იყოს დაცული, ანუ მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა იყოს, მზის სხივები არ უნდა მოხვდეს მას და ტენიანობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შევატყვეთ, რომ მარილი ცოტა ნოტიოა, უკვე მასში იოდიზაცია იკარგება. შესაბამისად, იოდიზირებული მარილს ცოტა მოულაჭირდება. ხა საქართველოში რაც მარილი შემოდის, ყველა იოდიზირებულია კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ არის პროცენტული შემცველობა ცოტა განსხვავებული. ასევე სელენი არის მიკროელემენტი, რომელიც დადებით გავლენას ახდენს T3 და T4-ის ჰორმონების ფუნქციონირებაში და კვერცხში შედის სელენი გარკვეული რაოდენობით. რძის პროდუქტებშიც არის, ასევე ბრაზილიურ კაკაოში არის და გოგრის თესლში, რა თქმა უნდა, სელენი არის. შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება თუ გვინდა რომ კარგად იყოს, ზღვის პროდუქტები
დიდი რაოდენობით უნდა იყოს და იოდიზირებული პროდუქტები ასევე დიდი რაოდენობით უნდა იყოს. შემდეგი უკვე ეს არის პანკრეასი, როგორც მოგეხსენებათ, პანკრეასი ეს არის მთავარი ორგანო ინსულინის გამოყოფასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მაგრამ პანკრეასს გარდა ჰორმონალური ფუნქციონირებისა აქვს ასევე ფერმენტული ფუნქციონირება, რაც აი პანკრეასული ლიპაზა, ამილაზა, მონელების პროცესზე, ემულგირებაზე, ცხიმებზე, რაც არის პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, აქ არის ხო გავრცელებული თქვა ნაღმდენი პროდუქტები, ვიცით რაც არის. აქ არის ასევე პანკრეასის წვენის გამოყოფაზე ზემოქმედების პროდუქტები, თქვა როგორც არის ბროკოლი, სპანახი, ცხიმიანი, თევზი, ნუში, რომელიც დადებითად ზემოქმედებს. რა თქმა უნდა, შვრია ზეითუნის ზეთი, იოგურტი და კენკრა აქაც არის, რაც ფუნქციონირებას ეხმარება და თუთია არის ერთ-ერთი მიკროელემენტი, რაც ინსულინის სინთეზზე არის პასუხისმგებელი, ინსულინის გამოყოფაზე მოქმედებს და შესაბამისად თუთიის შემცველი პროდუქტებიც დადებითად ზემოქმედებს. შემდეგი არის ქალის რეპროდუქციული სისტემა. აქ რა თქმა უნდა ჩვენ კვერცხუჯრედების მომწიფებაზე ვართ ორიენტირებული და ქალის ჰორმონების სინთეზზე ვართ ორიენტირებული და ყველა სასქესო ჰორმონის სინთეზი იწყება ქოლესტერინიდან. ამიტომაც არის თო ხშირად აი ანორექსიის მქონე პაციენტები რო ყავთ ციკლი ერღვევათ, იმიტომ რომ ქოლესტერინი რო არა აქვთ მათ ორგანიზმში შესაბამისად ქალის ჰორმონების სინთეზი არ ხდება. ანუ ზედმეტად გამხდარი ქალბატონები შეიძლება ითქვას, რომ ჭყალებში ქალურობის პრობლემის ქვეშ არიან, იმიტომ რომ ჰორმონების სინთეზი არ ხდება. შესაბამისად არის აქაც ომეგა-3 ცხიმიანი თევზი და ის ომეგა-3 შემცველი პროდუქტები, რაც დადებითად ახდენენ გავლენას, ეს არის იოგურტი, კენკრა და ისინი უკვე თავისი ანტიოქსიდაციური ზემოქმედების, ზეითუნის ზეთი აქაც აუცილებელი და C ვიტამინი, რომელიც მაღალი კონცენტრაციით ჭირდება უკვე საკვარცხლეს ფუნქციონირებაში. და ბოლოს ეს არის უკვე მამაკაცის სასქესო სისტემა, ცალკე რო გამოვყოთ, რადგან სპერმატოზოიდებს ცოტა სხვა პროდუქტები ჭირდება სინთეზისათვის, განსაკუთრებით ეს არის თუთია, რაც ტესტოსტერონის დონის დადებით ზემოქმედებაზე ახდენს ზემოქმედებას, რაც გოგრის თესლში არის. თუთია ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ჩვენი ორგანიზმისათვის, ასევე პომიდორი ლიკოპენი, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას ეხმარება და აი ხშირად არის ხოლმე გავრცელებული აზრი, რომ პომიდორი არის ერთ-ერთი ტესტოსტერონზე სინთეზის მიმართ ზემოქმედი პროდუქტი. ოსპი, ლობიო, სადაც შედის ინოზიტოლი. ინოზიტოლი ეს არის პროდუქტი, რომელიც ინსულინის მგრძნობელობას და გლუკოზის მეტაბოლიზმს აუმჯობესებს თვითონ სათესლი ჯირკვლის უჯრედებში. შესაბამისად, ჭარბი წონის მქონე მამაკაცებში ინოზიტოლს აქვს დადებითი ზემოქმედება ფოლიუმთან ერთად. კვერცხში სადაც შედის ქოლინი და სელენი, რომელიც დადებით ზეგავლენას ახდენს, კაკალში სადაც ასევე დიდი რაოდენობით არის სელენი და კენკრა თავისი ანტიოქსიდანტი. ეს გოგრის თესლი რა ყოფილა? გოგრის თესლი ძალიან კარგი პროდუქტია, აი არაჩვეულებრივი. ყველა ჩამონათვალში რომელიც ყველგან აი ამ სლაიდზე ველოდებოდი არაჟანსაც, რატომღაც თუ მითია თუ რეალობა? ცოტა მითი არის არაჟანთან მიმართებაში, ჯობია ცხიმიანი პროდუქტებიდან თევზი მივიღოთ ამ შემთხვევაში და უფრო დადებით ზემოქმედებას იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადი მაჩვენებელი თავისი შემცველობიდან გამომდინარე, ესა თუ ის პროდუქტი როგორ დადებით გავლენას ახდენს, მაგრამ აუცილებელია რომ ყველაფერში ბალანსი და დოზა დავიცვათ, იმიტომ რომ რა პროდუქტიც არ უნდა იყოს გადაჭარბებული ან მცირე რაოდენობით, არც ერთი სასარგებლო არ არის. შეტა იმ იოდიზირებულ მარილზე რო გვესაუბრე და ძალიან საინტერესოა ეს. ყოველთვის მოხარშვის დროს ჩვენ მარილს ვყრით ხოლმე. ამ შემთხვევაში უბრალოდ გემოსთვის ვაკეთებთ თუ მარილი კარგავს ფუნქციას როცა ხარშვის დროს? ტემპერატურულ მაჩვენებელზე კარგავს. ამიტომ ის გავრცელებული აზრი რომ გამორთავთ მომზადებულ პროდუქტს, მერე მოვაყაროთ მარილი, იმიტომ რომ მერე არ გავაგრძელოთ თერმული დამუშავება, რათა მარილმა ის თავისი დადებითი ეფექტი შეინარჩუნოს. თუ ჩვენ მერე თერმულ დამუშავებას ვაგრძელებთ, იოდი იკარგება და შესაბამისად მხოლოდ მარილს მივირთმევთ და მეც არაფერს. რომელიც არაფრის მომტანი არ არის თუ იოდიზირებულია? ცალკე აღებული ხშეთა ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდი მადლობა. მივხვდი რომ თევზის ჭამა უნდა დავიწყო.